მოგესალმებით. თქვენ უყურებთ შინაურულს, ყველაზე მარტივ რეცეპტების არხს YouTube-ზე. დღეს უგემრიელესი ტარტის რეცეპტით მოვედი. გემრიელი გამომცხვარი ბეზეთი და არომატული კენკრის კონფით, რომელიც ულამაზესთან ერთად არის განსხვავებულად გემრიელი და დაუვიწყარი. შინაურულზე არის ტარტალეტკების რეცეპტებიც, როგორც სამარხო, ისე არასამარხო. ნახეთ, არჩეთ და მოამზადეთ. მას ასე 2 ცალი კვერცხი, ციკვი მარილი, ასევე 1 ვანილი და 150 გრამი შაქარი ავთქვიფოთ ხელისათქვეფელათი ან მიქსერით, მანამ სანამ შაქარი კარგად არ გაიხსნება. 150 გრამ მაწუნში ან არაჟანში აურიოთ 1 ჩაის კოვზი სოდა და 1 ჩაის კოვზი ძმარი. დავასხათ კვერცხის მასას და კარგად ავურიოთ. გავალღოთ 150 გრამი კარაქი და ჩავამატოთ ჩვენს მომზადებულ კვერცხის მასაში და ისიც კარგად ამოვურიოთ. ჩავამატოთ პორციებად ახალგაცრილი 500 გრამი ფქვილი და მოვზილოთ ზომიერად რბილი ცომი. ცომი გადავიტანოთ მაგიდაზე, რომ კარგად დავამუშავოთ. წინასწარ მოვხარშოთ 200 გრამი მოცხარი ან ჟოლო 150 გრამ შაქართან ერთად. 2 ცალი კვერცხის ცილა მწიკ მარილთან ერთად ავთქვიფოთ გამყარებამდე. შემდეგ პორციებად ჩავამატოთ 100 გრამი შაქრის პუდრა. აქვე დავამატოთ 1 ვანილი და 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი. როცა ბეზე კარგად აითქვიფება და გახდება მყარი მასა, ბეზე მზად არის. დამუშავებული ცომი გადავიტანოთ 26 სანტიმეტრის დიამეტრის ფორმაში და ხელით გადავასწოროთ. ზემოდან დავადოთ ჩვენი მომზადებული კენკრის კონფი და საკონდიტრო ტომრის დახმარებით ზემოდან დავადოთ ჩვენი მომზადებული ბეზე. ბეზემ ძალიან გაალამაზა ჩვენი ტარტი, რომელიც კენკრის წითელ ფონზე ულამაზესად გამოიყურება. წინასწარ გავახუროთ 120 გრადუსზე ხუმელი და შევდგათ ტარტი გამოსაცხობად. დაახლოებით წხვება 1 საათის განმავლობაში. გვერდებზე წაუსვათ მორჩენილი ბეზეს კრემი. გაცივებულ ტარტს მოვაყაროთ გახეხილი შოკოლადი, ასევე მოვაყაროთ ცოტა შაქრის პუდრა, ლიმონის ცედრა და მოვასხათ მოცხრის წვენი, რომელიც კონფისგან დაგვრჩა. ზემოდან ტარტი შეგიძლიათ მორთოთ კენკრით. მე ალაგ-ალაგ მოვაყარე მოცხარი, რომელმაც კიდევ უფრო გააგემრიელა და გაალამაზა ტარტი. დღეს ამით გემშვიდობებით. თქვენ კი გამოიწერეთ შინაურული, რომ არ გამოგრჩეთ არც ერთი მარტივი რეცეპტი. მადლობა, რომ გვიყურეთ მომავალ რეცეპტამდე.